მოგესალმებით. საქართველოს სტუდენტური პარლამენტი დღეს იმყოფება ფაკურიანში, კერძოდ კომორების სასტუმროში. ჩვენი ახალგაზრდებისთვის ეს არის შესაძლებლობა, სადაც მათ უკეთ შეუძლიათ ერთმანეთის შეიცნონ. ასევე ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობა. საქართველოს სტუდენტური პარლამენტი, რა თქმა უნდა, საქართველოში არის ნომერ პირველი ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში უამრავ ახალგაზრდას აერთიანებდა შესაძლებლობებისთვის და არაფორმალური განათლებისთვის. ამ ორგანიზაციას წლების განმავლობაში უამრავ ახალგაზრდას გაუხსნა კარი და ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ახალგაზრდები დღეს სხვადასხვა რიგ სხვილ პოზიციებზე არიან და მე მინდა გავიდეთ გარეთ და მათი აზრიც მოვისმინოთ. რას ფიქრობენ ისინი სტუდენტურ პარლამენტზე, რა მიცა მათ სტუდენტურ პარლამენტმა და ასე და ასე შემდეგ. სალამი, მე ვარ ნიკა, სტუდენტური პარლამენტის წევრი. მინდა რამდენიმე ამ ორგანიზაციის შესახებ გითხრათ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არაფორმალური განათლების მისაღების სივრცე და მინდა რამდენიმე ამავდროულად ჩვენ ლიდერის, კურატორის, ვიცე-პრემიერის ბატონი გიორგი გოგიაშვილის მოგახსენოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ენერგო ვამპირი ადამიანი, რომელიც ძალიან ენთუზიაზმით არის განწყობილი ჩვენი მოსკოთ წევრების მიმართ, ასე რომ დიდი ღრმა პატივისცემა ბატონ გიორგის ჩემი. მოგესალმებით, მე ვარ მარიამ როხვიაშვილი, სტუდენტური პარლამენტის წევრი. საქართველოს სტუდენტური პარლამენტი არის ორგანიზაცია, სადაც იღებს არაფორმალურ განათლებას. არის ადგილი, სადაც ხვდები ძალიან ბევრ საინტერესო პიროვნებებს, იძენ ახალ მეგობრებს და მინდა ხაზი გაუსვა ბატონი გიორგი გოგიაშვილის ჩართულობას. არის ძალიან კარგი ლიდერი, მეგობარი, ორგანიზატორი და თავის საქმის სპეციალისტი. მადლობა, რომ ვარ ამ ორგანიზაციის წევრი და თქვენგან წარმატებას გისურვებ. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი შველიძე, ერთ-ერთი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სტუდენტურ პარლამენტში და იმის მიუხედავად, რომ სტუდენტურ პარლამენტში ვარ ახალი წევრი, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, ძალიან მოვერგე სიტუაციას, ძალიან მიხარია ამ დიდი და მასშტაბური ორგანიზაციის წევრი რო ვარ. ძალიან ბევრ არაფორმალურ განათლებას აძლევს სტუდენტებს და ზოგადად ახალგაზრდებს და არა მარტო სტუდენტებს. ძალიან აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ნეიტრალურ პოზიციას იჭერს, რა თქმა უნდა, და ყველანაირად ვცდილობთ ჩვენი ვიცე-პრემიერი ბატონი გიორგი გოგიაშვილის დამსახურება ეს ყველაფერი და მისი წყალობით, მისი კურატორობით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ის რესურსები გამოვიყენოთ, რაც გაგვაჩნია და მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენი სათქმელი საზოგადოებისთვის და საზოგადოების ყველა ასაკოვანი ფენისთვის, როგორც სტუდენტებისთვის, როგორც ზოგადად ახალგაზრდებისთვის, ასევე როგორც უფროსი თაობისთვის რა. და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუდენტურ პარლამენტს, ზოგადად ჩვენს და პირადად ჩემი ადმინისტრაციის კურატორს და ვიცე-პრემიერს ბატონ გიორგი გოგიაშვილს. გამარჯობა, მე ვარ ანა შამგია, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრი. სტუდენტური პარლამენტი ჩემთვის არის ადგილი, სადაც ერთიანდებიან სტუდენტები უკეთესი და აქტიური სტუდენტური ცხოვრების შესაქმნელად. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია გააზიაროს საკუთარი იდეები, მიიღო მონაწილეობა პროექტებში და შეიძინო უამრავი ახალი მეგობარი. არ შემიძლია მადლობა არ გადავხადო ბატონ გიორგი გოგიაშვილს, რომელიც მუდამ გვერდში გვიდგას და მუდმივად ცდილობს, რომ ხარი დაგვიჭიროს. მადლობა.